კალიფორნიაში მსუბუქი მძლეოსნობის ჩემპიონატზე გასულ კვირას აგორებული სკანდალი კვირის ბოლოს ფინალურ ეტაპზე გადავიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი აფეთქებით დასრულდა. ტრანსგენდერმა ვითომ გოგონად გადაკეთებულმა ბიჭუნამ, რომელიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში თავის თანატოლ გოგონებთან მიმართებით დიდი ფიზიკური უპირატესობით გამოირჩეოდა, ბოლოს ფინალშიც მიიღო მონაწილეობა და მძლეოსნობის სამი სახეობიდან 2-ში ოქროს медаლი მოიგო, 1-ში კი ვერცხლი. სიმაღლეში და სამმაგი ხტომაში საუკეთესო აღმოჩნდა, სიგრძეში ხტომაში კი როგორც ჩანს სიგრძე არ ეყო და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. გლობალურ Deep State დაქვემდებარებული LGBT უფლებების დაცვის ორგანიზაციები, ტრანსსაზოგადოება და ზოგადად ამერიკის ლიბერალური ნაწილი ზეიმობს. ქვეყნის ჯანმრთელი უმრავლესობა აღშფოთებულია, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია კი ისევ ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით ემუქრებიან კალიფორნიას. ამჯერად მუქარამ უფრო მკაცრი ფორმა მიიღო და პირდაპირ კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის მისამართით გაჟღერდა. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ კალიფორნია და მისი გუბერნატორი მკაცრად გააფრთხილა და მოსთხოვა ტრანსგენდერი სპორტსმენის სასწრაფოდ მოეხსნათ შეჯიბრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრ ფინანსურ სანქციებს ვერ გადაურჩებიანო, ამბობდა ტრამპი. ამერიკის გენერალური პროკურორის თანაშემწემ სამოქალაქო უფლებების საკითხებში ჰარმეტ დილონმა კი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მან კალიფორნიის საჯარო სკოლებს გაუგზავნა. სკოლებს, რომლებიც ტრანსგენდერ სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას აძლევენ. გენ პროკურორის მოადგილემ ისინი ფედერალური კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და მძიმე სამართლებრივი სანქციების შესახებ გააფრთხილა. მაგრამ კალიფორნიის დემოკრატმა ხელმძღვანელობამ და მათ უკან მდგომმა არაფორმალურმა არქიულმა მმართველობამ ტრამპის და მისი კაბინეტის მოთხოვნა დააიგნორეს და ტრანსგენდერი ბიჭუნა გვარად ერნანდესი მაინც დაუშვეს ფინალში, სადაც მან სამ ჯანმრთელ სპორტსმენ გოგონას 2 ოქროს და 1 ვერცხლის медаლი მოპარა. ყველაზე ხმაურიანი პროტესტი კალიფორნიაში გამეფებული სპორტული უსამართლობის წინააღმდეგ მედლებ მოპარული და დაუმსახურებლად დაჩაგრული სპორტსმენი გოგონების მშობლებმა და ანტი-LGBT აქტივისტებმა გამოთქვეს. CNN-ის ცნობით, კონსერვატიულად განწყობილმა საზოგადოებამ ერნანდესის მონაწილეობის წინააღმდეგ მთელი საპროტესტო მიტინგიც კი ჩაატარა. ისმოდა ანტიტრანსგენდერული ლოზუნგები. ერნანდესი ბიჭია, გოგონების სპორტში კი ბიჭები არ უნდა იყვნენო, გაჰყვიროდენ მომიტინგეები. ბევრ მათგანს სამაჯურებზე და მაისურებზე ეწერათ გადავარჩინოთ ქალთა სპორტი. შეჯიბრების დროს კი სტადიონის თავზე დაფრინავდა თვითმფრინავი, რომელსაც ჩამოკიდებული ჰქონდა ბანერი ამავე ფრაზებით. როგორც წინა კვირას კალიფორნიაში აგორებულ სკანდალზე მომზადებულ გადაცემაში მოგიყევით, ერნანდესმა მძლეოსნობის შეჯიბრის ფინალში მონაწილეობა განახლებული წესებით მიიღო. კალიფორნიის სკოლების სპორტის სამმართველომ ტრამპის მუქარის შესარბილებლად, ვითომ ტრანს უსამართლობის შესამცირებლად და ჯანმრთელი გოგონებისთვის უფრო მეტი შანსის მისაცემად ფინალურ შეჯიბრებაში ის სპორტსმენი გოგონების დაუშვა, რომლებიც ერნანდესის გამო წინა ეტაპებს გამოეთიშნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ამას არავითარი შინაარსობრივად განსხვავებული შედეგი არ მოჰყოლია. ერნანდეს არც ტესტოსტერონი შემცირებია, არც ფილტვები დაპატარავებია და არც კუნთოვანი მასა დაკლებია. მოკლედ ისევ ყველა თავის თანატოლ გოგონაზე ძლიერი დარჩა, რაც იმაში გამოიხატა, რომ სამი მათგანი დამსახურებული მედლების გარეშე დატოვა. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობამ შექმნა ცივილიზაციები, რომლებიც იდგა სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და ბუნებრივი წესრიგის მყარ საძირკველზე. დღეს 21 საუკუნის დასავლეთში, განსაკუთრებით კი ამერიკაში, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კარნახით ვხედავთ ამ ფუნდამენტური საყრდენების მიზანმიმართულ და აგრესიულ შლას. ტრანსგენდერული აქტივიზმის სახელით მოქმედი უკიდურესად მემარცხენე იდეოლოგია ცდილობს ბუნების კანონების წაშლას, ქალისა და მამაკაცის ცნების გაუქმებას და ჯანმრთელი კონკურენციის პრინციპის დაკნინებას. ამ იდეოლოგიური დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ფრონტი დღეს სპორტია. ადგილი, სადაც სამართლიანობა, ფიზიკური ძალა და თანასწორი შანსები ფასობს.
თუმცა დღეს ბიოლოგიური მამაკაცები, რომლებიც თავს ქალებად აცხადებენ, გოგონების სპორტში იჭრებიან და ანგრევენ თანასწორობის საყრდენს. ამ პროცესმა ბოლო დროს კულმინაციას მიაღწია კალიფორნიაში, სადაც ტრანსგენდერმა ათლეტმა AB ერნანდესმა გოგონათა რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში პირველი ადგილი დაიკავა. და ამით არა მხოლოდ ფიზიკური უპირატესობით, არამედ პოლიტიკური ძალაუფლებითა და იდეოლოგიური მანევრებით კონკურენტები დაამარცხა. ეს არ არის მხოლოდ სპორტის საკითხი, ესაა საბრძოლო ველი, სადაც Deep State-ის ფსევდოლიბერალური დღის წესრიგი ებრძვის რეალობას. და სწორედ ამ დროს ისმის კითხვა, სად მთავრდება თანაგრძნობა და იწყება აბსურდი, რომელიც საზოგადოების მორალურ და ბიოლოგიურ სტრუქტურას ანგრევს. კალიფორნიაში მიმდინარე იდეოლოგიური დაპირისპირება, რომლის შესახებ გასულ კვირას გიყვებოდით, კიდევ უფრო გამწვავდა. მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი ზღვარი გადაკვეთა. დაუშვა, რომ ბიოლოგიურ მამაკაცს მონაწილეობა მიეღო გოგონათა სპორტში, რამაც სასტიკი დარტყმა მიაყენა ქალთა სპორტში თანასწორობის იდეალებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა ქალთა უფლებებს და მათ ბრძოლას სამართლიანობისთვის. ახლა კი ამ პროცესმა კიდევ უფრო წინ წაიწია. ტრანსგენდერმა ათლეტმა AB ერნანდესმა ფინალში გაიმარჯვა და საბოლოოდ დაანგრია ჯანმრთელი კონკურენციის პრინციპი, რომელიც სპორტის ყველაზე წმინდა საყრდენია. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ медали, ეს არის მტკივნეული სიმბოლო იმისა, თუ როგორი იდეოლოგიური მონდომებით ხორციელდება ბუნებრივი წესრიგის ხელყოფა და როგორ ებრძვის თანამედროვე მემარცხენე იდეოლოგია რეალობას. რაც უნდა გამეკეთებინა, ის გავაკეთე. გავიმარჯვე და სულ ეს იყო. ზუსტად ეს მიზანი მქონდა. საუკეთესოდ გავართვი თავი. ჩემი ინტერესიც სწორედ ეს იყო. ეროვნული დებატების ფონზე კალიფორნიელმა 16 წლის ტრანსგენდერმა ათლეტმა AB ერნანდესმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება, როდესაც კალიფორნიის შტატის სკოლათა შორის ჩემპიონატზე გოგონათა ტურნირში 3 მედალი მოიპოვა, 2-ში ოქროსი და 1-ში ვერცხლის. ტრანსმა ერნანდესმა პირველი ადგილი დაიკავა სიმაღლეზე ხტომაში, სპორტულ დისციპლინაში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ფიზიკურ სიძლიერეს, კუნთოვან აგებულებასა და ბიოლოგიურ მონაცემებს. სწორედ იქ გამოიკვეთა ის ფიზიკური უპირატესობა, რასაც ბიოლოგიური მამაკაცი ქალ კონკურენტებთან შედარებით ფლობდა. ასევე ოქრო მოიპოვა სამმაგი ხტომაში, რაც კვლავაც მოითხოვს გამძლეობას, ძალას და ბიოლოგიურად მამაკაცისთვის დამახასიათებელ სიჩქარეს. მესამე დისციპლინაში სიგრძეზე ხტომაში ერნანდესმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მინიმალური სხვაობით ჩამორჩა პირველ ადგილს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის მამაკაცურ ფიზიკურ უპირატესობას. ეს მედლები მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებად არ დარჩენილა. ეს გამარჯვებები მძლავრ იდეოლოგიურ სიმბოლოდ იქცა. ეს აღარ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ბრძოლა სპორტის არსის გადაფასებისთვის, სადაც აღარ ითვლება ბიოლოგია, სამართლიანობა და თანასწორობა, არამედ დომინირებს იდეოლოგიური პროტექციონიზმი. ერნანდესის გამარჯვება იქცა ათასობით გოგონასთვის კიდევ ერთ დადასტურებად იმისა, რომ მათი სივრცე, ქალთა სივრცე აღარ არის დაცული. კალიფორნია ჩვენს გოგონებს უგულებელყოფს. ეს არ არის სადავო ან რთულად გასაგები საკითხი, ეს ელემენტარული ბიოლოგია და საღი აზრია. ქალთა მძლეოსნობა პრაქტიკულად იშლება ჩვენს თვალწინ. აღსანიშნავია, რომ SIF-ის ახალი პოლიტიკის თანახმად ყველა სპორტსმენს, მათ შორის ბიოლოგიურ გოგონებსაც, მიენიჭათ სრული წვდომა პოდიუმსა და მედლებზე, რაც თითქოს შერბილებულად წარმოაჩენს საკითხს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ფარდა ეფარება იმ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელსაც თანასწორობის დარღვევა ჰქვია. და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ დაემუქრა კალიფორნიის შტატს ფედერალური დაფინანსების შეჩერებით იმ შემთხვევაში, თუ იგი არ აღკვეთდა ბიოლოგიური მამაკაცის მონაწილეობას ქალთა ფინალურ შეჯიბრში. კალიფორნია რადიკალ მემარცხენე დემოკრატის გევინ ნიუსომის ხელმძღვანელობით უკანონოდ აგრძელებს მამაკაცებისთვის ქალთა სპორტში თამაშის უფლების მიცემას. ამ კვირაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ტრანსფორმაციის შემდეგ მამაკაცმა სპორტსმენმა ყველაფერი მოიგო და მას შტატის ფინალში მონაწილეობის უფლებაც მიეცა. როგორც მამაკაცი, ის საშუალოზე დაბალი დონის შეჯიბრის მონაწილე იყო, ხოლო ტრანსფორმაციის შემდეგ ეს ადამიანი პრაქტიკულად დაუმარცხებელია. ეს ქალების დამცირებაა, რაც უსამართლოა. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასრულებელი ბრძანება არ შესრულდება, ფედერალური დაფინანსება შეჩერდება, შესაძლოა სამუდამოდ.
ვითომ გენდერულად ინკლუზიური წესების საფუძველზე კალიფორნიის სკოლათა შორისმა ფედერაციამ სადა პრობლემის შერბილებული ფორმით წარმოჩენა, მაგრამ რეალურად ეს ცვლილებები არ იყო მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები. ისინი მხოლოდ ერთიანდება იმ იდეოლოგიურ კურსთან, რომელსაც სიფი უკვე წლებია ემსახურება. ფედერაცია აღარ ცდილობს არც სპორტის სამართლიანობის დაცვას, არც სპორტის სიწმინდის შენარჩუნებას და მით უმეტეს ბიოლოგიური რეალობის პატივისცემას. პირიქით, ის ღიად ემორჩილება მემარცხენე იდეოლოგიას, რომელიც ანგრევს კონკურენციის ბუნებრივ წესებს და ქალთა შრომას უგულებელყოფს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური დაფინანსების დაკარგვის საფრთხეც კი აღარ აშინებთ. იმდენად ღრმად არიან ჩაძირულნი გენდერულ იდეოლოგიაში, რომ მზად არიან უარი თქვან სახელმწიფო რესურსებზეც, ოღონდ კი ტრანსგენდერული დღის წესრიგი კიდევ უფრო დაამკვიდრონ და თავიანთი იდეოლოგიური ერთგულება დაადასტურონ. ამ პროცესის იდეოლოგიური ფესობი არც მოულოდნელი და არც ახალია. დღეს კალიფორნიის შტატი ამერიკაში Deep State-ის მიერ ახალი ადამიანის გამოყვანის ექსპერიმენტებში გენდერული რადიკალიზმის ავანგარდად იქცა. AB ერნანდესის სპორტში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა 2013 წელს მიღებული კალიფორნიის შტატური კანონით, რომელიც უშვებს, რომ სტუდენტებმა აერჩიონ სპორტული კატეგორია არა მათი ბიოლოგიური სქესის, არამედ გენდერული იდენტობის მიხედვით. სწორედ ამ კანონის საფუძველზე ბიოლოგიურ მამაკაცებს სამართლებრივი გზით მიეცათ საშუალება გოგონათა შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღონ. ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს CIF-ის აქტივობებში იმ გენდერული იდენტობის შესაბამისად, რომელსაც ის საკუთარ თავს მიაკუთვნებს, მიუხედავად იმისა, რომელი სქესი აქვს მითითებული სკოლის ოფიციალურ ჩანაწერებში. მოსწავლეს ან და მის სკოლას შეუძლია მოითხოვოს განხილვა იმის თაობაზე, რომ მოსწავლეს მიეცეს მონაწილეობის უფლება იმ გენდერულ კატეგორიაში, რომელიც არ შეესაბამება დაბადებისას მინიჭებულ სქესს. თუმცა კალიფორნიის შტატისთვის ეს წინააღმდეგობა აქ არ დასრულებულა. მას შემდეგ, რაც 16 წლის ტრანსგენდერმა სპორტსმენმა შტატის მძლეოსნობის ჩემპიონატზე 2 დისციპლინაში პირველი ადგილი მოიპოვა, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. გამარჯვებიდან სულ რამდენიმე დღეში ტრამპმა მკაცრი განაცხადი გააკეთა. თუ შტატი არ გადახედავს თავის პოლიტიკას, რომელიც საშუალო სკოლების დონეზე ტრანსგენდერ სპორტსმენებს ბიოლოგიური სქესის იგნორირებით აძლევს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას, ფედერალური ხელისუფლება მზად არის მიმართოს სამართლებრივ ღონისძიებებს და შემოიღოს ფართომასშტაბიანი ფინანსური სანქციები. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ კულტურული პოლემიკა, ეს პირდაპირი დაპირისპირებაა ფედერალურ ხელისუფლებასა და შტატს შორის. საკითხზე, უნდა ეყრდნობოდეს თუ არა სპორტი ბიოლოგიურ რეალობას. შეერთებულ შტატებში სულ რამდენიმე კვირის წინ კომპანია AppNork-ის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ამერიკელების 70%, ანუ ყოველი 10 გამოკითხულიდან 7 თვლის, რომ ტრანსგენდერ სპორტსმენებს არ უნდა მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ გოგონათა და ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში. არც საშუალო სკოლის, არც კოლეჯის და არც პროფესიულ დონეზე. ტრანსების მიერ ქალთა სპორტული სახეობის განადგურება იმდენად აშკარა და უტიფარი უზნეობაა, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას დაქვემდებარებული დემოკრატიული პარტიის წევრთა ნახევარიც ვერ მალავს თავის უკმაყოფილებას ამ შიზოფრენიული მოვლენის მიმართ. იმავე გამოკითხვით ყოველი მეორე დემოკრატი კაცების ქალთა სპორტში მონაწილეობას ეწინააღმდეგება. კალიფორნიის შტატის ხელმძღვანელობა კი როგორც ჩანს ამ მეორე ნახევარს მიეკუთვნება, რომელიც ქალებისთვის სპორტის მოპარვას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. კალიფორნია ტრამპის ანტი-LGBT ომში აშკარად მთავარი ბრძოლის ველია. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შტატის და მისი დემოკრატი გუბერნატორის დამარცხება Deep State-ის 9 თავიდან სულ მცირე 1-ის მოჭრას ნიშნავს. ყველას ესმის, რომ ეს არაა იოლის საქმე, მაგრამ ვინ თქვა, რომ მსოფლიოს ნომერ 1 ქვეყნის მართვა იოლი იქნებოდა? დროებით.